თითქმის ორთვიანი პროტესტი და დასავლეთის მწვავე კრიტიკა ოფიციალური თბილისი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მოლოდინშია. სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის ოპტიმისტური პროგნოზი ამერიკის ახალი პრეზიდენტის გზავნილებს ეყრდნობა. კონსერვატიული შეხედულებები და მიდგომები უკრაინის ომის დასრულების გეგმა გზავნილები გენდერზე, ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვაზე ხაზგასმა. საინაუგურაციო სიტყვის დროს გაკეთებული განცხადებები საქართველოს ხელისუფლებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბოლო თვეებში უკიდურესად გამწვავებული ურთიერთობის აღდგენის და ნორმალიზების იმედს უჩენს. თუმცა ფაქტია, რომ დასავლეთიდან ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე მძიმე გზავნილები და მოწოდებები არ წყდება. მთავრობის ლეგიტიმაციის არაღიარება, ახალი არჩევნების მოთხოვნა, განცხადებები დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე, რაც რეპრესიებად ფასდება. ევროპარლამენტში გამართული დებატების შემდეგ საქართველოს შესახებ 59 დეპუტატის ხელმოწერით განცხადება მიიღო ესტონეთის პარლამენტმა, სადაც 28 ნოემბრის შემდეგ შექმნილი ვითარება საკონსტიტუციო კრიზისად ფასდება და ახალი არჩევნების ჩატარების გარდა ევროკავშირიდან ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სანქციების დაწესებაცაა მოთხოვნილი. კრიტიკული შინაარსის მოწოდებების ფონზე ამერიკასთან და ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის ნორმალიზების რა პერსპექტივა არსებობს? თათია ტაბეშაძე განაგრძობს ახლა პირდაპირ ეთერში საუბარს. თათია. Დამთა ხელისუფლება შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა უკვე ელოდება ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან შემხედრ ნაბიჯებს. ქართულ ოცნებას უკვე დიდი ხანია გაცხადებული აქვს, რომ მას სურს ურთიერთობების გადატვირთვა ორ მხარეს შორის და ის ამას აპირებს ეგრეთ წოდებული გზამკვლევით და ამის ერთ-ერთ მაგალითად შედარებისთვის ასახელებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და ამით შექმნილ დღის წესრიგს ევროკავშირთან მიმართებაში. დღეს საკითხთან დაკავშირებით და მოლოდინებთან დაკავშირებით ზოგადად ისაუბრა მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც თქვა, რომ ქართულ ოცნებას აქვს ღირებულებითი თანხwebdriver ტრამპთან და მის პოლიტიკასთან. ამაში მოიაზრება მათ შორის LGBT პროპაგანდის აკრძალვა, აგრეთვე სამშვიდობო პოლიტიკა, აგრეთვე სურვილი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის, რომ სხვა ქვეყნებმაც ეროვნული ინტერესები გააძლიერონ და გაამყარონ თავიანთი ინტერესები და აგრეთვე deep state-ის წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლა, რაც ირაკლი კობახიძის განცხადებით ბევრ საკითხთან მიმართებაში იქონიებს დიდ გავლენას და იქნება გადამწყვეტი. მაგრამ თუ ვერ დამარცხდება deep state, როგორ ესახება მას მოვლენების განვითარება, ამ მიმართულებითაც დაისვა ირაკლი კობახიძესთან მედიის მხრიდან შეკითხვა და მან თქვა, რომ თუ ასე მოხდება, ეს იქნება დიდი პრობლემა ყველასთვის, ვინაიდან deep state ხელს უწყობს მსოფლიო მასშტაბით ომების წარმოებას და ამის ერთ-ერთ მაგალითად ასახელებს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და დღემდე მიმდინარე ომს. მისი განცხადებით რუსეთმა განახორციელა სამხედრო აგრესია, თუმცა ის რომ იგივე სურათი დღეს ჩვენ არ გვაქვს საქართველოში, ეს არის მისი თქმით სწორედ ქართული ოცნების დამსახურება, რომ deep state-ის სცენარს არ ახვა და ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნა. რის შემდეგაც უკვე deep state-ის გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნების მხრიდან წამოვიდა დიდი კრიტიკა ქართული ოცნების წინააღმდეგ. ასეთი იყო ირაკლი კობახიძის შეფასებები ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინებთან დაკავშირებით. თავარი არის ნებისმიერი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები და მე ძალიან დადებითად შემიძლია გამოვხმარო იმას, რომ ამ ეტაპზე უკვე განცხადების დონეზე განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავენ ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ. ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელი. თუ ამ განწყობას დაეფუძნება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ეს ურთიერთობები აუცილებლად თვისებრივად გადაიტვირთება. მზად ვართ, რომ კონკრეტული გზამკვლევით, კონკრეტული ინდიკატორებით, კონკრეტული სამიზნე მაჩვენებლებით განვაახლოს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ ვართ მოხარული, რომ გვაქვს ღირებულებითი თანხwebdriver ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეძლებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია deep state-ის სრულად დამარცხებას ამერიკის შეერთებულ შტატებში. deep state-ი თუ ვერ დამარცხდა, ეს იქნება პრობლემა არა მარტო ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისთვის, არამედ ეს იქნება პრობლემა მთელი მსოფლიოსთვის. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ deep state-ი არის დაკავებული მსოფლიოს მასშტაბით ომების გაჩაღებით და უამრავი პრობლემა შეუქმნა არაერთ ქვეყანას, ხო? რა მდგომარეობამდე მიიყვანეს უკრაინა. საქართველოს მიმართაც ჰქონდა deep state-ის უკრაინიზაციის პირდაპირ ინტერესი. რუსეთმა განახორციელა სამხედრო აგრესია უკრაინაში, მაგრამ კითხვა არ გაქვთ, რატომ არ მოხდა იგივე საქართველოში. იმიტომ რომ ჩვენ არ ავყვევით
deep state-ის სცენარს. ჩვენ რაღაცებს არ ვაკეთებდით, რასაც ითხოვდა რადიკალური ოპოზიცია და რასაც ითხოვდნენ მათი პატრონები, ამიტომ არ მოხდა საქართველოში ის, რაც მოხდა უკრაინაში. ჩვენ რო ვერ გაგვეძლო ზეწოლისთვის, შანტაჟისთვის, ამ შემთხვევაში ჩვენ ავყვებოდით deep state-ის სცენარს. ამერიკის გარდა როგორ ესახება ხელისუფლებას ევროპულ ფლანგზე ურთიერთობების დარეგულირება, ეს შეკითხვაც დაისვა ირაკლი ყობახიძესთან მიმართებაში, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ევროპის გარკვეული ქვეყნების მხრიდან ისმის დღემდე კრიტიკა და სანქციების დაწესების შესახებ მოწოდებებით ჟღერდება, მაგალითად ამ მხრივ უახლესი განცხადება ეკუთვნის ესტონეთის პარლამენტს, რომლის მიერ მიღებული განცხადება არის საკმაოდ კრიტიკული, სადაც ქართული ოცნება მოხსენიებულია არალეგიტიმურ ხელისუფლად და საოლმე ზურაბიშვილი ლეგიტიმურ პრეზიდენტად, ასევე საუბარი არის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ნათქვამია, რომ ის ძალადობის და დაშინების გარემოში ჩატარდა და აგრეთვე ისინი მოუწოდებენ, ანუ ესტონეთის ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ დაუწესდეთ სანქციები კონკრეტულ ინდივიდებს, რომლებიც უწყვეტ ანტისამთავრობო აქციებზე იღებდნენ გარკვეულ გადაწყვეტილებებს და მეტიც ამბობენ, რომ უნდა შეიზღუდოს კომუნიკაცია ქართული ოცნების ხელისუფლებასთან. დღეს ამ განცხადების შეფასება ვთხოვეთ, როგორც უკვე ვთქვი, ირაკლი ყობახიძეს, რომელიც ამბობს, რომ მიუღებელია ასეთი მიდგომა ესტონეთის მხრიდან, თუმცა საქართველოს მაინც რჩება ცალმხრივი მეგობრობის ნაწილში, რაც შეეხება ესტონეთის პარლამენტის განცხადების ნარატივს. ირაკლი ყობახიძე მასში ხედავს ისევ და ისევ deep state-ის გავლენებს და ამბობს, რომ მათი გავლენები ევროპაში კიდევ უფრო ძლიერდება იმ ფონზე, როდესაც მას ბრძოლა გამოუცხადა ამერიკაში დონალდ ტრამპმა. პირობებში, როდესაც deep state-ზე არის წნეხი ამერიკის შეერთებულ შტატებში, deep state არის კიდევ უფრო მეტად გააქტიურებული ევროპაში. თქვენ იცით, რომ განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებში არის deep state-ის გავლენა ძალიან სერიოზული, ეს აისახება რა თქმა უნდა ესტონეთზეც. ნუ ჩვენ ესტონეთთან ვრჩებით სამხრივი მეგობრობის რეჟიმში, ეს არის ერთ-ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, რა თქმა უნდა ასეთი განცხადებები არის მიუღებელი, ეს არის ცალსახად ანტიქართული განცხადება, რაც გამოხატავს უპატივცემულობას ქართველი ხალხის ნების მიმართ, თუმცა ჩვენ ვრჩებით სამხრივი მეგობრობის რეჟიმში ესტონეთთან გამომდინარე ისტორიული მეგობრობიდან. ამერიკული თუ ევროპული მიმართულებით ურთიერთობების გადატვირთვის თუ განახლების ნაწილთან და მის პერსპექტივებთან დაკავშირებით დღეს ასევე შეფასებები გააკეთეს საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლებმა. ოპოზიცია არ სჯერა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან გადაიტვირთება ქართულ ოცნებასთან მიმართებაში თუნდაც ახალი ადმინისტრაციის მხრიდან ურთიერთობები. ისინი ამბობენ, რომ ქართულ ოცნებას შეცვლილი აქვს ზოგადად დასავლური კურსი და მასთან ურთიერთობა არ სურს არც ამერიკას და არც ევროპის ნებისმიერ ქვეყანას და ისინი არ ცნობენ ქართულ ოცნებას ლეგიტიმურ ხელისუფლად. სრულად განსხვავებული არის ქართული ოცნების პოზიციები, რომლებიც ამბობენ, რომ გარკვეული არსებობს წინაპირობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვისთვის და ამის მოლოდინიც აქვს და იმედოვნებენ, რომ ეს ძალიან მალე მოხდება. რაც შეეხება ესტონეთის პარლამენტის მიერ მიღებულ ძალიან კრიტიკულ განცხადებას, ისინი მიუღებელს უწოდებენ, ისინი ცხედავენ deep state-ის კვალს ამ განცხადებაში და ამბობენ, რომ ესტონეთი არ უნდა ერეოდეს ქვეყნის შიდა, სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში. საფარია ის, რომ 20 იანვრიდან რაიმის დალაგების თავი აქვს ივანიშვილს, რომელიც უკვე დასანქცირებულია შეერთებულ შტატების მხრიდან და მაშინ, როდესაც განსაკუთრებით კაფიო და მკაცრი პოზიცია აქვს ტრამპს ირანთან მიმართებაში, ისევე როგორც ჩინეთის ინტერესებთან მიმართებაში, სადაც ჩანაცვლება მოხდა ფაქტობრივად სტრატეგიული პარტნიორობის შეერთებულ შტატების ჩინეთის მიმართულებით და ეს იყო ივანიშვილის პოლიტიკური ნება, ისევე როგორც სატირალში წასული ირაკლი ყობახიძე. ეს არის ის საკითხები, რაც არაფრით არ დაუშვებს სუბთაფროცლიდან ურთიერთობის დაწყებას. ყველა ქვეყნის წარმომადგენელი, სადაც არის დემოკრატიული წყობილებები და დემოკრატიული ხელისუფლებები, ამბობენ, რომ ჩატარდა არასამართლიანი, არათავისუფალი, არაკონკურენტუნარიანი არჩევნები, ამას მოყვა ცემა, ძალადობა, წამება და ღირსების შემოლახავი, მოპყრობა დემონსტრანტების, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ და ამავდროულად ქართული ოცნების წარმომადგენლობამ არალეგიტიმურად
აირჩია პრეზიდენტი არალეგიტიმური არის ის შემადგენლობა, რაც არჩევნების შედეგებს მოყვა, ეს არის თვალნათელი ფაქტი და ამას უკვე აღიარებს მთელი მსოფლიო. ამიტომ არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდება. ერთადერთი გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან გახლავთ ამ სისტემის დემონტაჟი, ახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატივნების გამოშვება. სხვანაირად ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შანსი არ არსებობს, იმიტომ რომ ხედავთ, რომ ყველა მხრიდან აბსოლუტურად არაღიარების პოლიტიკას და სანქციების პოლიტიკას. ესტონეთი გახლავთ ის სახელმწიფო, რომელსაც საქართველოზე მეტად აქვს ურთიერთობები, სავაჭრო ურთიერთობები, მათ შორის რუსეთის ფედერაციასთან. თუ ვინმეს წინააღმდეგ შეიძლება კონდეს ესტონეთს პრეტენზია თავის სახელმწიფოს თავის წინააღმდეგ შეიძლება კონდეს პრეტენზია. გამომდინარე იქიდან, რომ ეს სახელმწიფოები საერთოდ ბალტიისპირა სახელმწიფოები სამწუხაროდ დიდად არიან დამოკიდებულები აი იმ უცხოურ ძალაზე, რასაც ქვია Deep State და გლობალური ომის პარტია. ამ განცხადებით ესტონეთმა პრაქტიკულად დაგმო ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე წარმოთქმული სიტყვა და გამოცემული ბრძანებები. ასევე სახელმწიფო მდივნის განცხადება, რომ ყველა ქვეყანამ თავის ეროვნული ინტერესები წინ უნდა წამოწიოს. და ესტონეთის ეროვნული ინტერესი რა არის, რომ საქართველოში მოაგვაროს ქართველი ხალხი ვის შეუშვებს პარლამენტში და ვისა რა? ჩვენ ვიმედოვნებთ და არის ყველა წინაპირობა იმის, რომ პოლიტიკური შეხედულებების თანხვედრით შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის და საქართველოს ზოგადად როგორც საშინაო ასევე საგარეო პოლიტიკის ზოგად ინტერესებთან თანხვედრით ჩვენ შეერთებულ შტატებთან მალევე შევძლოთ და გადავტვირთოთ ურთიერთობა მართლაც ნამდვილი რეალური სტრატეგიული პარტნიორობა დავამყაროთ, რაც იქნება შედეგზე ორიენტირებული. პოლიტიკური განხილვის საგანი არის დონალდ ტრამპის კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომ 90 დღით აჩერებს ის ფინანსების გაცემას ქვეყნის გარეთ და უკვე 90 დღის შემდეგ იქ თავად მიიღებს გადაწყვეტილებას რა და როგორ დაფინანსდება. ეს გადაწყვეტილება მოიწონა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძე მიესალმება, თუ იქნება სახსრების გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი ქვეყნის მხრიდან, რომელიც გასცემს ამ ფინანსებს, ვინაიდან მისი განცხადებით ხშირად არასამთავრობო სექტორი საქართველოში გარედან მიღებულ თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს, კერძოდ ხშირ შემთხვევაში ეს იხარჯება პოლიტიკური მიმართულებით. ირაკლი კობახიძის განცხადებით 3 წლის განმავლობაში იგეგმებოდა 4 რევოლუციური სცენარი და ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და ამ მიმართულებით მათ შორის იხარჯებოდა ამერიკული სახსრებიც და მოხარული არის ახლა უკვე ტრამპის ამ გადაწყვეტილებით, ვინაიდან მისი განცხადებით სხვა ქვეყნის ფინანსები, სრულიად სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შერყევას არ უნდა ხმარდებოდეს. მადლობა თათია ტაბეშაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.